ამერიკის შეიარაღებულმა ძალებმა გააკეთეს სასტრაფო განცხადება და დატოვეს მკაფიო გზავნილი ამ პარასკევს 2026 წლის 24 აპრილს. თეირანის საზღვაო ბლოკადა ძლიერდება. უკვე სცდება ახლო აღმოსავლეთის ფარგლებს და შეიძლება გაგრძელდეს იმდენ ხანს, რამდენიც ვაშინგტონი საჭიროდ ჩათვლის. მესიჯი გააჟღერა მდივანმა პიტ ჰაქსეფმა გენერალ დენ კეინის გვერდით, სამხედრო განახლებაში, რომელმაც ირანის რეჟიმი კუთხეში მოაქცია. კრიზისი ახლა მხოლოდ ირანის მახლობელ წყლებში აღარ არის. ამერიკის ძლიერი საზღვაო ფლოტი ირანს ყველგან დასდევს, სადაც არ უნდა წავიდეს. ამ ყველაფერს მალე გეტყვი, მაგრამ ეხლა გინდა რომ არხზე გამოიწერო, რათა ინფორმირებული დარჩე. მიიღო ინფორმაცია რეალურ დროში, საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, რაც კი ოდესმე გინახავს. სანდოობის სტანდარტით, მილსონ ალვესი. განცხადებამ დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები ირანზე ზეწოლას გლობალურ ოპერაციად განიხილავს. ჰაქსეფის თქმით, ირანის პორტებთან დაკავშირებული გემები ბლოკირებულია, ხოლო საეჭო ხომალდები კონტროლდება. და ეგრეთ წოდებული ჩრდილოვანი ფლოტი, რომელიც სანქცირებული ნავთობის გადასატანად გამოიყენება, ახლა ინდოეთისა და წყნარ ოკეანეებშიც გახდა სამიზნე. ეს ცulis კრიზისის მასშტაბებს. განცხადების ყველაზე მკაცრი ნაწილი იყო დადასტურება იმისა, რომ 34 გემმა უკვე შეხვდა ამერიკულ ბლოკადის ხაზს და გადაწყვიტა დაბრუნება. ეს ნიშნავს, რომ შეერთებული შტატების საზღვაო ძალები მხოლოდ გაფრთხილებით არ შემოიფარგლება. ის რეალურ კონტროლს აწესებს ირანთან დაკავშირებულ მოძრაობაზე. ნებისმიერი ქვეყნის გემები შეიძლება შეჩერდეს, თუ ისინი ირანის პორტებში მიდიან, ან იქიდან გამოდიან. ბრძანება ფართოა და მიზანია. თეირანს არ მისცეს საშუალება საზღვაო ვაჭრობა გამოიყენოს თავისი წინააღმდეგობის დასაფინანსებლად, სანქციების ასარიდებლად, ან სამხედრო მანქანის შესანარჩუნებლად. გამოსაცხადებელ მაგალითად იქცა გემი ტოსკა. სამხედროების ცნობით, ხომალდმა სცადა ბლოკადის ხაზის გადაკვეთა და საათების განმავლობაში უგულებელყო გაფრთხილებები. გაფრთხილებების სერიის შემდეგ ამერიკულმა გამანადგურებელმა განახორციელა გამაფრთხილებელი გასროლები და შემდეგ მიზანმიმართული სროლით გემის ძრავი დააზიანა, რათა ხომალდი გაეჩერებინა. მოგვიანებით, საზღვაო ქვეითებმა ხომალდის კონტროლი აიღეს ხელში. ძალთა სხვაობა აშკარად გამოიკვეთა. ამერიკის ცენტრალური სარდლობა რეგიონში 3 ავიამზიდის ჯგუფს ფლობს. მათ შორისაა US აბრაამ ლინკოლნი, US ჯერალდ არტ ფორდი და US ჯორჯ AGU ბუში. ეს ყოფნა აერთიანებს ათასობით სამხედრო მოსამსახურეს, ავიაციასა და დამხმარე ხომალდებს. მესამე ავიამზიდის ჩამოსვლა აღიქმებოდა როგორც ძალის იშვიათი დემონსტრირება. ამ ტიპის ყველაზე დიდი კონცენტრაცია რეგიონში ბოლო 20 წლის განმავლობაში. ამ 3 ავიამზიდიდან თითოეული თავისთავად წარმოადგენს მცურავ საჰაერო ბაზას, რომელსაც შეუძლია მთელი რეგიონის სამხედრო ბალანსის შეცვლა. US აბრაამ ლინკოლნი და US ჯორჯ ჰეიჰუ ატარებენ ათეულობით გამანადგურებელს, სადარაჯო თვითმფრინავებს, ვერტმფრენებს და თავდაცვის სისტემებს ფლოტის დასაცავად, ზღვის დასაკვირვებლად და შორ მანძილზე იერიშების განსახორციელებლად, მიწაზე არსებული ბაზების გარეშე. ხოლო US ჯერალდ არ ფორდი კიდევ უფრო თანამედროვეა. შექმნილია უფრო სწრაფად ოპერირებისთვის, ნაკლებ დროში მეტი თვითმფრინავის გასაშვებად და საჰაერო კამპანიის შესანარჩუნებლად. Intensa por vários dias. ირანის წინააღმდეგ. ეს გემები შექმნილი არ არის მხოლოდ სიმბოლური ყოფნისთვის. ისინი გამოიყენება საზღვაო მარშრუტების კონტროლისთვის, ნავთობის ტანკერების დასაცავად, გემების ესკორტირებისთვის, ისლამური რევოლუციური გვარდიის სწრაფი ნავების დასაკვირვებლად, ირანის ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ შეჩერების ოპერაციების მხარდასაჭერად. და თუ დონალდ ტრამპი ნებას დართავს, გზა გაეხსნება სამხედრო ობიექტებზე, პორტებსა და რადარებზე, თარადარებზე თავდასხმებისთვის. უბრალოდ რომ ვთქვათ, როცა ასეთი ზომის 3 ავიამზიდი ერთად მოძრაობს და ახლოვდება ახლო აღმოსავლეთს, ვაშინგტონი ამბობს, რომ შეუძლია თეირანზე ზეწოლა მოახდინოს, ზღვაზე, ჰაერში და ეკონომიკურად ერთდროულად ირანის რეჟიმის ნებართვის გარეშე. თეირანისთვის ეს ნიშნავს, რომ ესკალაცია შორეული მუქალიდან გადაიქცა აშკარა ზეწოლად ზღვაზე. სამხედრო ზეწოლა ასევე გავლენას ახდენს ირანის შიდა პოლიტიკაზე. გავრცელებულ სიახლეებში საუბარია პარანოიაზე, რევოლუციურ გვარდიასთან დაკავშირებულ სექტორებში. შიდა ღალატის ბრალდებებით, შეშინებით შეღწევის გამო და ეჭვებით, უცხოელი მებრძოლების გამოყენებაზე თავად ირანში. ამ ნაწილში ჯერ კიდევ საჭიროა სიფრთხილე, რადგან ეს უფრო შეფასებასა და კულისებს მიღმა ინფორმაციას გავს, ვიდრე ოფიციალურ დადასტურებას. მიუხედავად ამისა, ეს შეესაბამება მიმდინარე სიტუაციას. რეჟიმები, რომლებიც გარედან ზეწოლას განიცდიან, ხშირად შიგნიდან იშლებიან. განცხადებამ ასევე ევროპასა და აზიასაც მიაღწია. ჰექსეთმა მოუწოდა მოკავშირეებს შეწყვიტო მხოლოდ ამერიკის დაცვაზე დამოკიდებულება. მისი თქმით, ბევრ ქვეყანას ჰორმუზის სრუტე უფრო სჭირდება, ვიდრე თავად შეერთებულ შტატებს. კრიტიკა ნათელი იყო.
ვინც ამ მარშრუტზეა დამოკიდებული, უნდა დაეხმაროს მის დაცვაში. ვაშინგტონი დაღლილია იმით, რომ მარტო ატარებს ხარჯებს, რათა გახსნილი იყოს მარშრუტი, რომელიც სხვა ეკონომიკებისთვის, ენერგიის ვაჭრობისა და საწვავის ნაკადს ინარჩუნებს. ეს მოთხოვნა დონალდ ტრამპის ხედვის ნაწილია. შეერთებული შტატები კვლავ ლიდერობს, მაგრამ სურს, რომ მოკავშირეებმა რეალური სარგებელი დაამტკიცონ. ნაკლები კონფერენცია, მეტი მოქმედება, ნაკლები საუბარი, მეტი გემი ზღვაში. ტონი განსაკუთრებით მკაცრი იყო, რადგან ჰორმუზის კრიზისმა ერთი უსიამოვნო სიმართლე გამოავლინა. ბევრი ქვეყანა ამერიკის უსაფრთხოებაზეა დამოკიდებული, მაგრამ ხოხმანობენ, როცა ამ უსაფრთხოების პოლიტიკური და სამხედრო ფასის გადახდის დრო დგება. ამავე დროს იტალია ერთ-ერთ იმ ქვეყნად სახელდება, რომელიც ახალ ამბებში როგორც შესაძლო პარტნიორი საზღვაო ძალისხმევაში ფიგურირებს. ინფორმაცია მიუთითებს იტალიური გემების გაგზავნაზე, რათა დაეხმარონ ჰორმუზის სრუტის გახსნისა და უსაფრთხოების ოპერაციაში. მიუხედავად ამისა, ამერიკელების განცხადება აჩვენებს მოუთმენლობას მოკავშირეების მიმართ, რომლებიც რეაგირებას აყოვნებენ. ვაშინგტონისთვის ირანული საფრთხე მხოლოდ ოფიციალური განცხადებებით ვერ იქნება დაძლეული. ის ზღვაში უნდა იყოს შეჩერებული. გენერალმა დენკეინმა ასევე გამოკვეთა ამერიკული დაზვერვის როლი. შეტყობინება იყო ის, რომ შეერთებულმა შტატებმა იცის ირანი, მისი ლიდერები, მისი ქცევის წესები, მარშრუტები, სამხედრო შესაძლებლობები და ეკონომიკური სისტემები. ეს ნაწილი განცხადებაში შემთხვევით არ ჩასმულა. ის ემსახურება იმას, რომ რეჟიმს უთხრას, რომ ვაშინგტონი უფრო მეც ხედავს, ვიდრე საჯაროდ ჩანს. ასეთი კრიზისის დროს ინფორმაცია ისეთივე ფასეულია, როგორც გემი. ვინც იცის, სად გადაადგილდება მოწინააღმდეგე, შეუძლია გადაწყვიტოს, როდის გააჩეროს, როდის ჩაეჭრას და როდის შეუტიოს. ეს ზრდის მუქარის ძალას. ის მხოლოდ ავიამზიდებს არ ებრძვის. ის ებრძვის სატელიტებს, ანალიტიკოსებს, საზღვაო მონიტორინგს, ფინანსურ მონაცემებს, მარშრუტების რუკებს და წლების განმავლობაში დაგროვილ დაზვერვას. თანამედროვე ომი მხოლოდ სროლებზე არ არის დამოკიდებული. ის დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ რას ატარებს, სად მიემართება, რომელი დროშით, რომელი დაზღვევით და რომელი პოლიტიკური კავშირით. და ამ სფეროში შეერთებული შტატები სურს აჩვენოს, რომ ისინი რამდენიმე ნაბიჯით წინ არიან. პაკისტანში არსებული მდგომარეობა გადამწყვეტი იქნება, რადგან იქ შეიძლება გამოჩნდეს ირანის შემდეგი არჩევანი. თუ არ ახსი სერიოზული წინადადებით მოვა, ტრამპს შეუძლია დიპლომატიური გამოსავალი მიიღოს, რომელიც შეინარჩუნებს ამერიკის პოლიტიკურ გამარჯვებას. მაგრამ თუ თეირანი მხოლოდ დროის მოგებას ეცდება, პასუხი სავარაუდოდ იქნება მეტი ბლოკადა, მეტი ჩაჭერა და სამხედრო ოპერაციების განახლების მეტი რისკი. თავად განცხადებამაც ნათლად აჩვენა, რომ ამერიკული ძალები მზად არიან ბრძოლაში დასაბრუნებლად, თუ აბრუნებლად, თუ იქნება პრეზიდენტის ბრძანება. ირანი ცდილობს თქვას, რომ წინააღმდეგობას უწევს, მაგრამ ფაქტები ზეწოლას აჩვენებს. მისი პორტები ბლოკადაშია, მისი გემები კონტროლდება, მისი ჩრდილოვანი ფლოტი სამიზნედ იქცა. მისი დიპლომატები შუამავლებს ეძებენ, მისი რეჟიმი შიდა ეჭვებს აწყდება. და მისი მთავარი ეკონომიკური იარაღი შიში, ჰორმუზში მსოფლიოს უდიდესი საზღვაო ძალის წინააღმდეგ დგას. ეს კომბინაცია თეირანს რთულ მდგომარეობაში აყენებს. მომენტი სერიოზულია. ამერიკული ძალების სასტრაფო განცხადებამ დატოვა გზავნილი, რომლის იგნორირებაც შეუძლებელია. შეერთებული შტატები აკონტროლებს საზღვაო ესკალაციას და სურს აიძულოს ირანი გააკეთოს არჩევანი. ან თეირანი დათანხმდება გადამოწმებად შეთანხმებას და უარს იტყვის შანტაჟზე ჰორმუზის სრუტეში. ან ნახავს, როგორ გაიზრდება ბლოკადა, სანამ მისი სამხედრო კრიზისი ეკონომიკურ კოლაფსად არ გადაიქცევა. რაც ირანის მუქარით დაიწყო ზღვაში, ეხლა ამერიკის ძალის, ზეწოლისა და გლობალური ალყის მძაფრ პასუხად იქცა. მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და ბოლოს გადახედეთ კომენტარებს, რომ კიდევ უფრო ჩაერთოთ მილსონ ალვისის საზოგადოებაში.